მოჭიდავე ძმების სულუკიძეების მამამ ბიძინა ივანიშვილს ცეცხლის საქალაქო სასამართლოს ეზოდან გაუხსნა. დღეს მამამ გავრცელა მიმართვა, რომლითაც ის ქართული ოცნების დამფუძნებელს მიმართავს პირადად ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა მისი შვილების მიმართ. ძმები სულუკიძეები იცით, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა მარტის თვეში 27 კაციან საქმეზე პროკურატურამ გაუფორმა ყველა პირს თითქმის საპროცესო და დაარჩნენ ძმები სულუკიძეები, რომლებსაც 9 წლიანი სასჯელი ემუქრებათ. დღეს სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ პროკურატურა ძმებ სულუკიძეებს საპროცესო გარიგებას არ სთავაზობს, თუმცა გარკვეულ ეტაპზე პროკურატურა ითხოვდა სულუკიძეებისგან ბრალის აღიარებას, ის რომ ისინი კავშირში იყვნენ ქურდულ სამყაროსთან, ისინი არჩევდნენ ქუჩურად საქმეებს, აგვარებდნენ, რასაც კატეგორიულად გამორიცხავენ და უარყოფენ მოჭიდავე ძმები აჭარიდან. როგორც თავად სულუკიძეები მათ ადვოკატთა საუბარში განმარტავენ, ისინი არიან ტრადიციული ისლამის მიმდევრები, შესაბამისად მათ რელიგია უკრძალავს მსგავსი ტიპის მოქმედებებში მონაწილეობას და ისინი ამას არასდროს გააკეთებენ. ასეთია მათი პოზიცია, შესაბამისად ისინი პროკურატურას ყოველ ჯერზე უარს ეუბნებოდნენ ბრალის აღიარებაზე იმ დანაშაულის, როგორც თავად აცხადებენ, რაც არ ჩაუდენიათ. რაც შეეხება მტკიცებულებებს მათ წინააღმდეგ, პროკურატურამ გამოიკვლია მტკიცებულებების ნაწილი სასამართლო პროცესზე სულუკიძეების წინააღმდეგ და ეს არის აუდიო ჩანაწერები, სადაც ძირითადად ერთ-ერთ სულუკიძეს მათ ურეკავენ სხვადასხვა პირები, ნაცნობები და გარკვეულ დარიგებას ითხოვენ მისგან. ეს არის მხოლოდ, რასაც უპირისპირებს პროკურატურა ბრალის ნაწილში დაკავებულ ძმებს 9 წლიანი სასჯელის მოლოდინში. ეს დამიღუპა ზუსტად ამ მთავრობა. როგორც მოვიდა, ისე გამაწვალა თელი ოჯახი, დამაზარალა რამდენიმე ფინანსურად, გამაღატაკა ერთი სიტყვით ოჯახი და მე დღეს ვაპირებ, ჯერ არ მithქვამს ასეთი სიტყვა, პირდაპირ ივანიშვილზე პირდაპირ ბრძოლას. თუ გინდათ რომ მომკლან, მე ვაგზელებ ბრძოლას, მიხდი. ბატონო ივანიშვილო, არც ბატონო გაროჩი, ივანიშვილო, მე შენ გიპირისპირდები უბრალო გლეხი კაცი და თუ ვერ მივახდე ხომ, სიკვდილს მაინც მივახდე. ეცადე გაროჩი და ჩემი შვილები აწამე რამდენის გინდა გაროჩი. მე დავით სულუკიძე, უბრალო გლეხის შვილი, გავზარდე ბიჭები, ვაჟკაცები. ვასწავლე სამართალი, ვასწავლე სიმართლე. სწორი და არასწორად არავის არ მოქცეულან ჯერჯერობით. ყველას ეხმარებოდნენ, გაჭირვებული იქნებოდა, მეგობარი იქნებოდა, მეზობელი იქნებოდა თუ ნათესავი, ყველას ყოველთვის დახმარების ხელ უწოდები. მიუხედავად ამისა, ამ მთავრობას უნდა რაფერი ხალხი ჰყავდეს გვერდში. ქურდები, მამაძაღლები, არასწორი გზით მოსიარული ადამიანები და სწორ ადამიანს ხომ უზღუდავენ ყველაფერს. ქურდული სამყაროს წევრობისა და მხარდაჭერისთვის დაკავებულთა პროცესი დღეს გაიმართა საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ტყეშელაშვილმა სასამართლოს ხდომა სრულად დახურა და არ მიეცა შესაძლებლობა ოჯახის არც ერთ წევრს რომ დასწრებოდნენ მათი ოჯახის წევრების საქმეზე გამართულ ხდომას და მოესმინათ ბუნებრივია მათი პოზიციები. დღეს 7-მა ბრალდებულმა მისცა სასამართლოს ჩვენება 7-ვე პირმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა არც ერთ მათგანს არ დაუსახელებია ძმები სულუკიძეები, როგორც საქმის მთავარ ფიგურანტად. 7-ვე მათგანთან სამომავლოდ პროკურატურა გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას და ისინი ბუნებრივია დატოვებენ ციხეს, აცდებიან 9 წლიან სასჯელს. ყველა პირი, რომელიც დღეს 9 დაიკითხა, 9 პირიდან აბსოლუტურად არც ერთმა არ იცის რა არის კრიმინალური ავტორიტეტი. აი კითხავს რა არის კრიმინალური ავტორიტეტი. პასუხი არის ძალიან სასაცილო, არ ვიცი. ამასთანავე არ იციან ქურდული სამყაროს წევრის მნიშვნელობა საერთოდ, ასევე არ იციან რას ნიშნავს ქურდული გარჩევა და საერთოდ ვერ აცნობიერებენ თუ რა აღიარეს მათ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება.
უცნობია პროკურატურის პოზიცია, რატომ დატოვა ამ საქმეში მხოლოდ ძმები წულუკიძეები, რატომ გამოყო მათი საქმე განცალკევებით და რატომ არ სთავაზობს მათ საპროცესო გარიგებას იმ დანაშაულის არაღიარების სანაცვლოდ, რომელიც როგორც თავად ბრალდებულებიც აცხადებენ და მათი ადვოკატის არ ჩაუდენიათ. საინტერესოა პოზიცია ბუნებრივია საგამოძიებო უწყების წარმომადგენელს, რომელმაც დღეს არ ისურვა ამ საქმეზე კომენტარის გაკეთება. ორშაბათ ჩაინიშნა მორიგის სასამართლოს თქომა საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე, რომელსაც დიდი ალბათობით მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი დახურავს და ამჯერადაც არ მიეცემა შესაძლებლობა ოჯახის წევრებს რომ დაესწრონ ამ სასამართლო პროცესს, როგორც ოჯახის წევრებს აქვთ ეჭვი ბრალდებულების სავარაუდოდ სასამართლოს მოსამართლეს არ სურს რომ იმ მოწმეთა ჩვენებები გამოვიდეს საჯაროდ, რომლებიც აძლევენ ჩვენებებს სასამართლოს ხომათა დარბაზებში და ძირითადი მათი ჩვენება პრაქტიკულად არის წულუკიძეების მხარდამჭერი. მათი განმარტებით გამოძიებას არ სურს რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე.